დიდი მადლობა, პირდაპირ ეთერში ნოდარ სხირტლაძე საუბრობდა. თამაზ თამაზაშვილის საქმეზე დაკავებული ყოფილი პოლიციელების წინააღმდეგ მტკიცებულება ობიექტივის ოფისში წარმოადგინეს. ფარული აუდიო ჩანაწერი ადასტურებს, რომ თამაზაშვილს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი პოლიციელებმა ჩაუდეს. ყოფილი პოლიციელი გრიგოლ კვინიკაძე ამბობს, რომ იარაღი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსმა ჩაუდო, რომელიც ახლაც თანამდებობაზე მუშაობს. თამაზაშვილი ყველა იმ პირის წინააღმდეგ აპირებს სასამართლოში სარჩელის შეტანას, ვინც მისი ოჯახი და ახლობლები შეურაცხყო. კიდევ რა განცხადებები გააკეთა თამაზაშვილმა პრესკონფერენციაზე ბელა ზაქაიძე გვეტყვის პირდაპირ ეთერში. ბელა, მოგესალმებით და გისმენთ. ფარული აუდიო ჩანაწერი საათი და 35 წუთიანია, რომელსაც ჩვენ მომდევნო გამოშვებებში შემოგთავაზებთ, ანუ ფარული ჩანაწერის იმ ნაწილს, რომელიც ეხება გრიგოლ კვინიკაძის მხრიდან გაკეთებულ განცხადებას, რომ თამაზ თამაზაშვილს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ჩაუდეს. ეს ჩანაწერი დღეს გამოაქვეყნეს ობიექტივის ოფისში. პრესკონფერენციას თავად თამაზ თამაზაშვილი, ასევე მისი ადვოკატი და ის ჟურნალისტი ესწრებოდა, რომელმაც ფარული აუდიო ჩანაწერი ჩაიწერა, როგორც ჟურნალისტმა განაცხადა გრიგოლ კვინიკაძემ დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების ყოფილმა უფროსმა მასთან მოინდომა შეხვედრა, უნდა გადაეცა ზურაბ ვაზაგაშვილის ლიკვიდაციის ამსახველის სპეცოპერაციის კადრები 25 თებერვალს და ამ შეხვედრის დროს ჟურნალისტმა ჩაიწერა ყოფილი პოლიციელის საუბარი, რომელიც საათი და 35 წუთიანია. როგორც ჟურნალისტმა განაცხადა, ამ ჩანაწერში კვინიკაძე ამბობს, რომ თამაზ თამაზაშვილს იარაღი პოლიციელებმა ჩაუდეს და ასახელებს კუდის უფროს, რომელიც დღესაც მოქმედი თანამშრომელია. შეხვედრის მთავარი მიზეზი გახლავთ ის ჩანაწერი, რომელიც მოიპოვა და ჩვენთვის გახდა ცნობილი ქალბატონი ნინო ჭღარკავას მიერ ერთ-ერთი დაკავებული პოლიციელის, უпроსწორად სამმართველოში განყოფილების უფროსის, იმ განყოფილების, რომლის დეტექტივ გამომძიებლებმაც აწარმოეს თამაზაშვილის დაკავება, მისი ჩანაწერი, რომელიც თავისუფალ რეჟიმში აკეთებს განცხადებებს, ვინ მოახდინა იარაღის ჩადება, უკანონო დაკავება და როგორ მიმდინარეობდა ზეწოლა გამოძიებაზე და სასამართლოზე. რაც კი მიკითხავს, ისე იწყება საუბარი თამაზაშვილზე და ბატონი გრიშა კვინიკაძე პირდაპირ ასახელებს ადამიანს, რომელიც პირდაპირ დღესაც მოქმედია თანამდებობაზე, რომელსაც უშუალოდ დადო ეს ავტომატი. აი რომ იძახია, რომ ეს შურისძიება დაუშვა და შემდეგ ამ ახალი მთავრობის დაუშვა თუნდაც ჩემი შინაგან საქმეთა მინისტრის. აი როგორი შურისძიება, რომ ესენი 1 საათში იყვნენ ხალხს, აი ეს ნაციონალური მოძრაობის და ადრე ეს შინაგან საქმეთა მინისტრი თუნდაც მალო მერაბიშვილი 7 თვე გავიდა, 7 თვე. და 7 თვის განმავლობაში ვიცი, რომ იბარებდნენ ეს გამოძიების საქმე იყო პროკურატურაში და იქ მიმდინარეობდა ამათი დაკითხვა. მაგრამ მე რა მოხდა და რატო გამოვიდა, ვინ და არის გაქრა, ალბათ ეს სხვა სქემა მოიგონეს. გარდა თამაზ თამაზაშვილის უკანონო დაკავების საქმეზე დაპატიმრებული ყოფილი პოლიციელების სისხლის სამართლებრივი დევნის საქმის გარდა, ასევე პრესკონფერენციაზე გაკეთდა განცხადება თამაზ თამაზაშვილის მიმართ ბოლო თვეების განმავლობაში, ანუ არჩევნებამდე, მის წინააღმდეგ განხორციელებულ კამპანიაზე, რომლის უკანაც ნაციონალური მოძრაობა იდგა, როგორც თამაზაშვილმა განაცხადა, პატივი და ღირსება შეელახა, როდესაც რუსთავი 2-ის ეთერით ტრიალებდა გიგა ნასარიძის ორგანიზაციის საქართველოს არ იყიდება ვიდეოკლიპები თამაზ თამაზაშვილის წინააღმდეგ და ამასთან დაკავშირებით აპირებს იჩივლოს. ყველას რა თქმა უნდა, ვინც ამ საქმეში გარეული, ვინც იარაღი ჩაუდგა, ვინც დაავალა ამ ადამიანებს, ამ თანამშრომლებს იარაღი ჩაუდგეს, ყველას უჩვირებ, რა თქმა უნდა. იგივე პრეზიდენტსაც, ნასარიძესაც, რუსთავი 2-საც ვინც გამოდიოდნენ ყოველ დღე და ჩემ ესე იგი კლიპებს უჩვენებდნენ, თითქოს მე ვიყავი ადამიანის გამტაცებელი, თითქოს ვიყავი მე ნარკორეალიზატორი და მკვლელი და შემდგ. დღესვე თამაზ თამაზაშვილის საქმეს გამოეხმაურა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი, როგორც ნარჩემაშვილმა განაცხადა, პოლიციის გენერალს, რომელსაც რეგისტრირებული იარაღი ჰქონდა, არანაირად არ დაჭირდებოდა, რომ გამოუსადეგარი დაჟანგული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ეტარებინა. თუ ყველა მასალა არსებობს იმის თაობაზე, რომ ეს კაცი იქნა უკანონოდ დაკავებული და მე პრინციპში დარწმუნებული ვარ, რომ ესე ვთქვათ, მისი დაკავება მოხდა უკანონოდ. იმიტომ რომ ადამიანს როცა ეხლა
გენერალს, სამხედრო პოლიციის ყოფილ უფროსს, ეხა საბარგულში ავტომატის დება, ეხა მოდით ვიმსჯელოთ თუ გინდათ ამაზე სჭირდება? მე მგონი არ სჭირდება. ადამიანს რომელსაც აქვს სტაბილური იარაღები გაფორმებული და მე როგორც ვიცი არაერთი. ეხა თუ ეს მასალები არსებობს, რა ქნას პროკურატურამ არ დაიწყოს დევნა? თამაზ თამაზაშვილის უკანონო დაკავების საქმეზე 6 პოლიციელი 25 მაისს დააკავეს. ყველა მათგანს გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ აღუკვეთ ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დიდი მადლობა, თამაზაშვილის საქმეზე ბელა ზაქაიძე საუბრობდა.